როგორც მოგხსენებათ, ბრალდების ხარეს ჩატარებული აქვს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და დავკითხეთ ბრალდების ხარის ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ პირი, რომელიც ისვრის მოლოტოვის კოქტეილს და ჩანს ვიდეოკადრში ესეთი პირი და რომელსაც ახურავს შლემი, თითქოს არის ანზორ კვარაცხელია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტს კვლევით ნაწილში ამის დეტალური ამსახველი არანაირი სიტყვა, არანაირი ფრაზა და წინადადება არ აქვს აღნიშნული, თუ რის მიხედვით ამოიცნო ეს პირი ამ ვიდეოში, მხოლოდ პროცესზე დაამატა კონკრეტული სიტყვები, რომ ეს იყო ცხვირის ზურგი, წარბები და სიარულის მანერა. ეს საუბარია ისეთ ვიდეოზე, სადაც საერთოდ გარჩევადობის ხარისხი არის ძალიან დაბალი და როგორც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა უკვე დაცვის ხარის მტკიცებულებების კვლევის ფარგლებში დღევანდელმა ექსპერტმა მოწმემ ჰაბიტოსკოპმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი არ იძლევა იმის საშუალებას, არ არის ვარგისიანი იმგვარი პასუხის მისაღებად, რომ საერთოდ განისაზღვროს ინდივიდუალური ნიშნები, ეს იქნება ცხვირის ზურგი, წარბები თუ ასე შემდეგ. დაცვის ხარეს ექსპერტიზის წარდგენილი ქონდა მხოლოდ ერთი ვიდეო ჩანაწერი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში 3 ვიდეო ჩანაწერი არსებობს, ჩვენ წარდგენილი ქონდა 2 ვიდეო ჩანაწერი და ჩვენმა ექსპერტმა დაკითხვისას და ასევე ექსპერტიზის დასკვნაში ასახა, რომ შეადარა ერთმანეთს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები, შემდგომში შეადარა ანრი კვარაცხელიას ფოტოსურათს და ამით დაადგინა, რომ ეს პიროვნება იყო ანრი კვარაცხელია. შესაბამისად, დაცვის ხარის მიერ ექსპერტიზისთვის წარდგენილი ერთი ვიდეო ვერ გამოდგება იმის ამტკიცებლად, რომ ვიდეო ჩანაწერზე არსებული პიროვნება არ არის ანზორ კვარაცხელია, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთი ვიდეოა და ეს ვიდეოები უნდა შეფასდეს კომპლექსურად. მან აღნიშნა, რომ ის ვიდეო, სადაც დანაშაულებრივი ქმედება ჩანს, იქ არის შეუძლებელი პირის იდენტიფიცირება. თქვენ ვახსენებთ 2 ვიდეოს, ერთ ვიდეოს დაცვის მხარე სადავოდ არ ხსნის. ანუ სადაც დანაშაულებრივი ქმედება ჩანს, ექსპერტმა თქვა, რომ ეს არის იდენტიფიცირებისთვის უვარგისი. აი ამ კუთხით რომ მე გაგახსენებთ ბრალდების ხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას და ექსპერტის მიერ გაკეთებულ განმარტებასაც. მან განმარტა, რომ ერთმანეთს შეადარა მათ შორის სიარულის მანერა, ყველაზე რაც მთავარია ბრალდებულის ჩაცმულობა და ეს ყველაფერი ერთობლიობაში რომ შეაფასდა, ამით დაადგინა, რომ პიროვნება, რომელიც ასახული იყო ვიდეო ჩანაწერზე, არის ანზორ კვარაცხელია. ტანსაცმელი წარადგინეთ ასევე? ჩვენ წარვადგინეთ ის ვიდეო, სადაც ჩანდა ბრალდებული იგივე ჩაცმულობით. შესაბამისად, დაცვის იგივე ჩაცმულობა იყო თუ არა, ეს როგორ დგინდება? თქვენ ნახეთ ვიდეო და ყველა ხედავს, რომ იგივე ჩაცმულობა და ექსპერტმაც გითხრა, რომ ერთ ვიდეოში სადაც ანზორ კვარაცხელიას სახე ჩანს და მეორე ვიდეოში სადაც პიროვნება ისვრის მოლოტოვის კოქტეილს, პიროვნებას აცვია ერთი და იგივე ტანსაცმელი. შესაბამისად, ამით გააიგივა ექსპერტმა ერთმანეთთან აღნიშნული ვიდეოები. ესეთია პიჯაკი, რომელიც თბილისში მინიმუმ 3 ადამიანს მარტო პიჯაკი არა, ეს იყო ტანსაცმელი, ქუდი და ასე შემდეგ, ყველაფერი ერთობლიობაში. ბრალდების ხარეს საერთოდ არანაირი ტანსაცმელი, არც ერთი ტანსაცმელი საქმეში ამოღებული არ აქვს და დღეს რა თქმა უნდა ექსპერტმა განმარტა, რომ როდესაც ფიზიკურად ნივთმტკიცება უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ზოგადად კვლევას აზრი მიეცეს და შინაარსში შევიდნენ შედარების კუთხით. თუმცა ასეთი ნივთმტკიცება იმიტომ ვერ იქნა დაცვის ხარის მიერ წარდგენილი და შესაბამისად კითხვაც დასმული, რომ საქმეში ამოღებული არ არის ნივთმტკიცება, რაზეც ბრალდების ხარი მიუთითებს ეგრეთ წოდებული ქურთუკი თუნდაც. თქვენი აზრით, რამდენად ეს ვთქვათ საკმარისი არის ჩაცმულობის ვთქვათ მახასიათებლების მსგავსებით ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა? მე გაგახსენებთ, რომ ამ საქმეში წარმოდგენილია ასევე ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ვიდეო მაინტერესებს, სადაც დანაშაულებრივი ქმედება ჩანს. რამდენად არის ანზორ კვარაცხელია, რამდენად ხდება ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საქმეში გონურლესნო სტანდარტი გქონდეს, უნდა შეფასდეს ყველა მტკიცებულება. არა მარტო ერთი ვიდეო ჩანაწერი, არა მარტო 2 ვიდეო ჩანაწერი, არამედ მესამე ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ანზორ კვარაცხელია წვავს იმ ქურთუკს, რომელიც აცვია იმ პიროვნებას, რომელიც ისვრის მოლოტოვის კოქტეილს. არა, იგივე ქურთუკს, ყველაფერი იგივე აქვს და აქ გასათვალისწინებელია ხმა, რომელიც ისმის ვიდეო ჩანაწერში და ამბობს, რომ ეს ქურთუკი არის მოსაშორებელი. არ ვიცი საიდან მომდინარეობს ეს მსჯელობა, იმიტომ რომ ანზორ კვარაცხელიას მიერ დამწვარი ქურთუკი, რომ პიროვნება ანზორ კვარაცხელია წვავს ქურთუკს, ეს საქმეში არ დგინდება, ეს არის მხოლოდ ბრალდების ხარის მოსაზრება. პროკურატურის ვერსია და მტკიცება დგას მხოლოდ ტანსაცმელს, რომელიც ვერ შეფასდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზიდან, დანიშნული ეს ვთქვათ ექსპერტიზიდან გამომდინარე, ვინაიდან იგივე ექსპერტი არის სუბიექტური და მიკერძოებული და ეს უკვე დღეს საბოლოოდ დადგინდა. თუ მოსამართლე მიიღებს ობიექტურ და ნეიტრალურ გადაწყვეტილებას და არენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტს, ბუნებრივია მოსამართლეს ხელში არ ექნება მათ შორის მსგავსება ტანსაცმელთან დაკავშირებითაც.